სალამი, მოგესალმებით. უბრალოდ ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ მოვლენებს, რაც ხდება დღეს ჩვენს ირგვლივ ხედულობაში მაქვს თუნდაც კანადაში გუშინ მოვდიოდი და უკვე 40 ცენტით იყო საწვავი გაზრდილი ლიტრაზე, თუ ზოგჯერ ვასხავდი $1 და 15-დან თუ 18-დან ჩავასხი 3 დღის უკან. რა თქმა უნდა ეს არ იყო ყოველდღიური ფასი, ზოგჯერ დაკლება აქვს ხოლმე, მაგრამ აშკარად უკვე არის 40-58 იყო და ზოგ რეგიონებში, სადაც უფრო კიდე აქედან მიეწოდება ეს ცენტრია მაინც ტორონტო, სადაც არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ საცავები, მილებით მოდის აქ საწვავი. და მე აქედან კიდევ სატვირთო მანქანებით ნაწილდება რეგიონებში. და წარმოვიდგინეთ ახლა რეგიონებში როგორი ფასი ქონდა, მაგალითად ბრიტანეთის კოლუმბიაში იქ კუნძულზე უნდა გადაეტანათ ეს. იმიტომ ყველაფერი ხდებოდა კატარხით. დიდი, ასე ვთქვათ, კატერები არის სატვირთო, რომელთაც გადაქონათ ყველაფერი ეს მანქანებით და იქ უფრო კიდევ ძვირი ჩდება და ასევე ჩრდილო რეგიონებში, სადაც უნდა მიეწოდოს, ასე რომ ყველაც გვეხება ეს, რაც ხდება ირგვლივ. და ეხლა აღარ არის დარჩენილი, რომ მით უმეტეს ესეთი რეგიონალური ფსევდოომები, რომელიც თუნდაც რუსეთი-უკრაინის ომი, თუნდაც ეს ირანთან წამოწყებული ომი, როგორ ეხება სხვადასხვა სახელმწიფოებს, სხვადასხვა კუთხით გლობალიზაციაში ჩართულებს. ამერიკაში ძალიან ბევრი ცვლილებები მიმდინარეობს და ვაკვირდებით შუალედური არჩევნები ახლოვდება. და ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ძალიან დამაინტერესა იყო ჯეიმს ტალარიკო, ეს იყო ტეხასელი სენატორი დემოკრატიული პარტიისაგან, რომელმაც პრაიმერი მოიგო 26 წლის პიროვნება არის. მარტო ხელა დედამ გაზარდა და მე გათხოვდა იტალიელ მამაკაცს. ტალარიკო ეს იტალიური, მაგრამ თვითონ ეს პიროვნება, რომ შეხედავთ კენ ჰოვინდს აგავს, ვინც იცნობთ კენ ჰოვინდს და მთლიანად ქრისტიანული, ესე ვთქვათ, თუნდაც აზრებით და ცნებებით ოპერირებს და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, ესე ვთქვათ, სახე არის იმ ანტიქრისტეს წინასახის, რომელიც წინ ელოდება კიდევ სამყაროს. ასე რომ ნახეთ, დემოკრატებსაც რამდენი ესეთ კანდიდატებს ეძებენ, ეს არის ერთგვარი კიდევ ჩარლი კირკი, პიროვნება ახალგაზრდა, ძალიან ქარიზმატული. და მან თქვა თავისი რელიგია ორ რამეზეა დამყარებული, ღმერთის სიყვარული და მეზობლის სიყვარული, ანუ მოყვასის სიყვარული. მისი ბაბუა იყო პასტორი, ბაპტისტი პასტორი და მე ბაბუა მასწავლა ესაო. და გაუცდებით, აი ნახეთ, დემოკრატებმა რა მალე გამოძებნეს ესეთივე პიროვნება გევინ ნიუსამი, რომელიც ალბათ მომავალი პრეზიდენტი იქნება, დიდი ალბათობით ალბათ დემოკრატების და ალბათ ეს ბიჭიც რიგში იდგება, იმიტომ რომ ტეხასი ძალიან ძლიერი შტატი არის და მისი პლატფორმა, რასაც მე უსმენდი, ხომ, უკვე ძალიან გლობალური არის, ქრისტიანული ელფერებით. და ქრისტიანობა რომ არ ახსენო ამერიკაში შენი კარიერა დამთავრებულია, ვერანაირად ვერ წახვალ წინ. აი ესეთი არის დღეს ამერიკა. და რა მინდა ვთქვა ამით, რომ ამერიკა ძალიან გაყოფილი არის, თვით ეს ომიც, არ ვიცი იცი თუ არა, 34% მოსახლეობა მოიწონა, როდესაც ავღანისტანის ომი 92% იყო და ერაყის ომი 64%. აღარ ვლაპარაკობ მსოფლიო კოალიციაზე, თვით ინგლისიც გადაუდგა ამერიკას ამას, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაფრისა, მე უბრალოდ საშიშ ტენდენციებს ვატყობ ჩვენს მეგობარ ნაცნობებშიც კი, რომ გაუგებარი იყოს ძალიან ბევრი მოვლენები და ტენდენციურად იქნას ახსნილი და აღქმული ეს მოქმედებები. როცა ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ღმერთის თვალით უყურებს მოვლენებს და შეიძლება შეცდეს, მაგრამ ყოველთვის მისი გეზი ღმერთის დანახული იქნება და ბიბლიიდან უნდა რომ ჩაწდეს ამ მოვლენებს და გაცეს პასუხი. რომ პროვიდენციულად რაც ხდება, ეს ყველაფერი ღმერთი დგას ამის უკან. თუნდაც ეს რაღაცა დაუშვათ ტრამპის ახირება იყოს ეს, მაგალითად გეოპოლიტიკური იქნება თუ საწვავის მოპოვების, ან კიდევ დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა, რასაც იდებენ, ხო? და როცა შენ ადამიანი ტენდენციურად უყურებ ადამიანური თვალით, ან ერთში ჩაიკეტები, ან მეორეში, ან ნაციონალისტური კუთხიდან დაიწყებ ყურადღებას. თუ ქართველი ხარ საქართველოს ინტერესებისგან, ამას წინასწარ წავიკითხე ბერძენი პოლიტოლოგის შეფასება და ისიც თავის რაღაცებში სწორი იყო, მაგრამ
მაგრამ ბოლოს ბერძნული იმიდან რა გავაკეთოთ ჩვენ ბერძნებმა. ხო, ესე მიდგომა ყოველთვის ტენდენცია ან დუგინმა, ან პუტინმა, ან ლავროვმა, ან მედვედევმა, ხო, ან ბიძინამ, რომელიც შეშინებულია ახლა, ხო, და ყველაფერს აკეთებს ნახჩევანში დაბომბვის შემდეგ. ასე რომ ყოველთვის ტენდენციური იქნება, მაგრამ ქრისტიანი ადამიანი შეიძლება რაღაცაში 100%-ით ვერ გამოიცოს, მაგრამ მისი პრეტენზია ყოველთვის იქნება ღმერთის თვალიდან დანახული ამ მოვლენების საქმე, რომლის უკანა ჩვენ ვიცით, რომელსაც არ აღიარებენ და ძალიან ბევრს უკვე აღიზიანებს სიტყვა ღმერთიც კი. იმიტომ რომ მისთვის წმენაში, განცდაში არ აქვს, არც ბიბლიას არ კითხულობს, არ აღიარებს. და ბუნებრივია ის ღმერთი, რომელსაც წაიკითხავს, რომელიც წარმოდიოდა ბავშვების და ქალების დახოცვასაც ეუბნებოდა ბიბლიაში, ხო? კატეგორიულად მიუღებელია დღეს ჰუმანისტი ადამიანის და თვით ჩარლი კირკი, აკა კარლსონი, ესენი არ იღებენ ესე, გესმით? ისინი ყოველთვის ეძებენ რაღაცა დაუშვათ და ერთი ტენდენცია მეორე მთლიანად ამართლებს ამას და მეორე ტენდენცია მთლიანად უარყოფს, იმიტომ რომ ამერიკული ინტერესებიდან უყურებენ მოვლენებს და ბუნებრივია ამას უკვე და მაგრამ ეს პოლიტიკოსი რომელიც გიხსენეთ ახლა ჯეიმს ტალარიკო, ამის ხედვა უფრო გლობალური ხედვა არის, ჰუმანური ხედვა არის, ქრისტიანული ჰუმანიზმი ჭარბობს მასში და LGBT-ის მისაღები არის ტოლერანტობა, ესეც მოყვასის სიყვარულში შედის მისთვის და ასევე აბორტების თემა არ არის და თქვა კიდევაც რომ ბიბლიაში არ არის აბორტების თემაო, ხო? ასე რომ მისთვის ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მთლიანად დგას, იცით, კონსერვატორული და რესპუბლიკური establishment ყოველთვის იყო ეს ძალიან აქტუალური თემა, აბორტის თემა, არ ვიცი რატომ. Შემიძლია მოგიყვეთ რას ამბობენ, მაგრამ შორს წაგვიყვანთ და ჩვენ უფრო დაუბრუნდეთ აქეთ, რაც საშიში ტენდენციებსაც ხედავ მე ახლა ეს არის, რომ ერთი უკიდურესობა, ხო, აი ესეთი არასწორი ხედვა შეიძლება საერთოდ ზიზღი შემოუტანონ ანტისემიტური განწყობა მოუპოვონ ადამიანს, ან თუნდაც ანტიკაპიტალისტური, ან კიდევ თუნდაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური განწყობა შემოუტანოს, ხო, ასეთმა შეხედულებამ და მთლიანად გადაიხარონ და მუსლიმანების ხარე დაიცვან, ან კიდევ გაჭირვებულების ხარე დაიცვან და აუჯანყდა, იმიტომ დღეს ჩვენ ცხოვრებაში, ცოდვილ-დაცემულ სამყაროში ბევრ უსამართლობას ვხედავთ. ხა ამ უსამართლობაზე როგორ უნდა გაცე პასუხი? ბოროტებაზე როგორ უნდა გაცე პასუხი? თუ შენ ქრისტიანი ხარ და არ იღებ ქრისტიანულად ბიბლიურ ღმერთს, ყოველთვის ძალიან დაპირისპირებული იქნები ამ სამყაროს წესრიგთან. იმიტომ რომ ამ სამყაროში ყოველთვის ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ამ ზისქვეშეთში, ხომ, უსამართლობა. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერ ამას და ღმერთი ძალიან მრავალპლანიანად მუშაობს. ამ დროს ამ ომითაც შეიძლება ჟიდეს ამერიკელებსაც, თვით ისრაელსაც, თვით დასაჯელია და ჟის ირანელებსაც. ისმით და რაც შეეხება ბავშვების გარდაცვალებას სკოლის და ისა, ჩვენ ვიცით რომ ქრისტიანებს წამს დაგვჯერა რომ ბავშვი რომელიც არჩევანი მისი არ დამდგარა და შეგნებული არჩევანი არ გაუკეთა, ის პირდაპირ სამოთხეში მიდის ღმერთთან. ესეც რწმენის ფაქტორია და ამასაც ბევრი არ მიიღებს და არ გაითვალა, იმიტომ რომ მის თვალში შემოდის ბავშვის სიკვდილი, ეს ძალიან ძლიერად აღიქმება ძალიან ბევრ ადამიანს, ან ქალების, ან უძლური ადამიანების, ხო, რაკეტები და ემები და უკვე შენ ეძებ ვის დააბრალო. და თვით ამერიკელები ახლა უსმენ აკა კარლსონი იქნება ეს მაგას წარმომადგენლები გაიხლიჩნენ და ძალიან ბევრი უპირისპირდება ტრამპს და თუნდაც ჯეიდი ვენს, რომელიც ამათი წარმომადგენელი იყო. ხო და არ იღებენ ხედულობაში, როცა შენ იქ მიდიხარ, ხო და იცით რომ ჩვენ იგავებში წავიკითხეთ ეს რომ ღმერთის გულს მეფის გულს ღმერთი წარმართავს. საითაც უნდა იქითკენ. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს რაც ხდება რეალობა. რაც შეეხება იმას ისრაელი დაკარგავს თუ არა სახელმწიფოებრიობას, აქაც მე მოვიშველები ჯონ მაკარტურის შეხედულებას, რომ სახელმწიფოებრიობა შეიძლება ნებისმიერმა დაკარგოს, თვით ისრაელმაც, ხო, როგორც დაუკარგია მას ისტორიულად, მაგრამ თვით ამ ერს, ვინც კარგად იცის ბიბლია და იღებს, ამას ვერავინ ვერ შეეხება, ვერ გაანადგურებს, ეს ერი შეხვდება ქრისტეს, ჩვენ ვიცით და მას აქვს მომავალი. აი ამას ახლა თუ არ მიიღებს ადამიანი, ანტისემიტიზმი სახეზე არის, ხო? ხო და რაც შეეხება ბოლო მთავრობა, მე მგონია რომ ეს ბოლო მთავრობა რომ ეს იუნისონში აი ესე მხარს უჭერდეს ისრაელს. ყველაფერში აბსოლუტურად, ხო? ხო და ჩვენ ახლა ვიცით გიტლერიც ახლა ამართლებენ ძალიან ბევრი რომ გიტლერიც თავის ნაციაზე განიცდიდა, როცა ხედავდა რომ ებრაელები ესეც წარმატებულები იყვნენ და დაიბოღმა კიდევაც და ჩვენ ხედავთ რომ ებრაელები მართლაც მაგარი ნიჭიერი არის, ხო? და აქ თუ არ დავინახეთ ღმერთის ხელი, აქ აუჯანყდებით ჩვენ ამას და დავიწყებთ ადამიანებზე შურისძიებას, ხო? ეს კიდე
ეპშტეინი იყოს თუ ნებისმიერი, სხვათა შორის ეპშტეინის ისაც ნახეთ კლინტონები წარსდგნენ და ამასაც აირიდა ხო ტრამპა. ესეც შეიძლება ერთ-ერთი კატალიზატორი იყო ამ ომის ჩქარი დაწყებისა, ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი. ასე რომ ყველანაირად უნდა შევხედოთ ამ მოვლენებს და ყველაზე კარგი ხედვა არის ღმერთის ხედვა, რომელიც ჩვენ ცუდად არ განგაწყობს. ეს არ არის მთავარი, რომ ჩვენ არ მოგვივიდეს რაღაცა სულიერი ამღვრევა და არ დავიბოხმოთ. ეს ადამიანური თვალსაზრისითაც არ არის კარგი, თუნდაც შენი ოჯახის წევრებისათვის, როცა შენ გაღიზიანდები რაღაცა მოვლენით, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ გეხება, მაგრამ აზრებით, ქმედებებით, როცა შენ ვერ ალაგებ, უკვე იბოხმები და უკვე ეს აღიქმება ადამიანთან ურთიერთობაში. თუნდაც მუსლიმანების წინააღმდეგ და გადაიხარო მთლიანად დაუშვათ უყურო ამ მოვლენებს ამერიკული ნაციონალიზმიდან, ან კიდე უყურო კანადური ნაციონალიზმიდან, ან კიდე თუნდაც ებრაელური ნაციონალიზმიდან. დაიბოხმები და ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგექნება პრობლემა, როცა მეზობელთან გექნება ურთიერთობა, თუნდაც ტრანსპორტში გექნება ურთიერთობა, შეხება სამსახურში, ხო? თუნდაც LGBTQ-ზე ზიზღირო შემოგივა, ხო, ესეთ ტრანსექსუალებსა და იმაზე. ამიტომ ყველაფრისათვის ქრისტიანობა იდეალური წამალი არის, ღმერთის ხედვა და ღმერთის ხედვით სიარული. ხო და ახლა ვისაც აქ ადამიანური ხედვა და ადამიანად უნდა გაუცდეს ან ხარი დაუჭიროს, ეს მათი ნება არა, მაგრამ ხო გითხარით ახლა ერთი ჩრდილო კეროლაინ პასტორი იყო და გადაუარა ტრამპს, რა, იმიტომ რომ კონსერვატიზმი და ქრისტიანობა ერთად არ შეიძლება, მით უმეტეს ნაციონალური ქრისტიანობა, ეს არ შეიძლება, ხო? ერთმანეთში შეზავებული იქნას, ასევე ბიბლიასთან, ტრამპის ბიბლიას და ძველი ის არის ვიდეო, მაგრამ ამ პიროვნებამ არ დაინდო. იშვიათია დღეს პასტორები, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ ამერიკის პოლიტიკას, იმიტომ მაინც სახელმწიფო სტრუქტურები არიან, ორგანიზაციები არიან და მაინც პატრიოტული ისიც ძლიერად მოქმედებს ამერიკაში. აქედან ძალიან ბევრი ერიდება ამას. ხო და ვინც უკრავს სტაჟს და ხელს უწყობს, ისინი უფრო დიდ შეცდომას ჩადიან და ხელის შეწყობა არანაირად არ შეიძლება. ხო ამისი როგორც გლობალიზაციის, ასევე ჩაკეტილობის და ნაციონალიზმის და ნაციონალური კუთხის. და ქრისტიანი ყოველთვის ისეთ ოქროს ხაზზე გადის, რომ ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე მიწიერი და არ აქვს მნიშვნელობა რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს, რომ იქიდან ვიღაცამ ტენდენციურად დაანახოს ან ათქმევინოს. თუმცა სმენელიც ხო გისმენს შენ და გზიდან აცდება ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ ამერიკაში ხო გითხრათ ძალიან გადამდები არის ეს ტენდენცია, მით უმეტეს როცა უყურებ, რომ ესეთი მეგა სახელმწიფოა და ესეთი ძალასაფლობს. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ცხენებზე და ადამიანურ ძალებზე არ არის ომი და ბრძოლა, ხო? ღმერთზე დამოკიდებული და ღმერთზე რომ ამბობენ, რამდენად არის ის ღმერთზე დამოკიდებული და ღმერთით როგორ რამდენად მოქმედებს. ხო, რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა. ეს ღმერთიდან წამოწყებული არ არის. აქ ადამიანური ფაქტორები ძლიერია და თვით ნათანიაჰუს ამოუღეს თავისი კადრები, რომ სადამ ხუსეინის მოშორებით რეგიონი ამოისუნთქავდა. ანალოგიურს ამბობს ახლა, რომ აი ამ მშვიდობას ჩვენ დიდი ხანია ველოდითო და ეს მშვიდობის მისაღწევად არა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მე დავძენ და მე დაუნდობელი კრიტიკოსი ვარ ამერიკისაც, ისრაელის ამ პოლიტიკისაც, მაგრამ მიუხედავ ამისა, მე ძალიან ფრთხილად ვარ. მე ვიცი რომ მოვლენების უკან ღმერთი დგას და ღმერთი ალაგებს ამას. ასე რომ შეჭიროება აქ ისრაელს იაკობს, ადრე ქონდა შეჭიროება, იმიტომ რომ ცოცხალ ღმერთს არ უჯერებდა სანამ მესია მოვიდოდა, მაგრამ ეხლა აქ შეჭიროება იმის გამო, რომ მესია არ მიიღო. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ექნება მას შეჭიროება, მე რატო უნდა ვიყო შემაჭიროებელი? რატო უნდა ჩავერთო მე ამ შემჭიროებაში, თუნდაც სიტყვიერად ამ ფსიქოლოგიურად? მე ხო ვიცი ღმერთი აკეთებს ამას და ღმერთი იმ შემაჭიროებელსაც ვინ შეაჭიროებს მას, ხო? იმასაც დასჯის, როგორც დასაჯა გიტლერი, ასევე ნაბუქონდონოსი და ნებისმიერი. და ეხლაც ვინც არიან, რომლებიც იბოხმები, მე არ მინდა შური მქონდეს ებრაელი ერის ნიჭისა. ყველა სფეროში, ნებისმიერ სფეროში. და რაც არ ხდება, ხო თუ მე სახელმწიფო სტრუქტურებში არა ვარ, მივიღე მონაწილეობას, როცა უკანონობას აქ ადგილი, მაგრამ მე აი აქედან გადმომდინარე ბიბლიური ხედვით რო უყურებ, ხო? და უყურებ ამას აღვიქვა როგორც ჩემი უფროს ძმას, რომელსაც მე დავემყენი და რომელიც ახლა განდგომილია. მე რატო უნდა იმას აქვნა და ჩავერთო აქეთ თლიანად წარმართებში, რომლებიც ქვასესურიან, ან კიდე წინააღმდეგ იქნებიან და მე გონია და ფიქრობ და მე მგონი თქვენს დამეთანხმებით, რომ ეს ადმინისტრაცია, ბოლოდ ადმინისტრაცია, რომელიც ეს თლიანად უნივერსალურად ხარს უჭერს ისრაელს. და მოდის თაობა უკვე, მოდის თაობა, ხო, რომლებიც თლიანად დისტანცირებას ახდენენ. აქაც ტენდენცია უნდა ადრეც ვახსენე და ეხლაც ვიმეორებ, რომ არის კათოლიკური გავლენა. ძალიან ძლიერი კათოლიკური გავლენა და ის ჯეიმს ტალარიკო, რომელიც ბაპტისტი იყო ბაბუა, ხო? თლიანად უკვე იღებს ქრისტიანურის უნივერსალურს ხარეს.
ყოიცით ეკუმენიზმი ეს ძალიან ცნობილი არის და კათოლიკური ეკლესიიდან აუცილებლად გამოვა ის ანტიქრისტე რო იქნება და ნაციონალურად ეროვნულად შეიძლება რომ ებრაელიც იყოს წარმოშობით, მაგრამ კათოლიკური ეკლესია ხელიდან არ უშვებს, ნახეთ, თლიანად მათი სკანდალი მიჩქმალული იქნა და ყველგან აქვთ მას საცეცები და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ხა ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ცნობილი პიროვნება მათთან ასოცირებას აკეთებს, იმიტომ რომ ესენიც ჰუმანიზმით მოქმედებენ და ქრისტიანული ჰუმანიზმია წინა პლანზე. ადამიანების დახმარება, ქველმოქმედება და განა ესე არ მოვა ანტიქრისტეც მშვიდობის დასამყარებლად აი ესე. და ესენი არიან უკვე ახლა წინა პლანზე და ესენი უკვე დისტანცირებას ახდენენ და უნდა იზოლირებული იქნას, იცით ხო, ბოლო მოვლენებისგან და ანტიქრისტეს ზუსტად შერიგებას და დაცვას აიღებს თავის თავზე ისრაელისას. ისრაელი ნელ-ნელა დისტანცირება ხდება. ბოლო კონფლიქტი მარტო ამერიკა უედგა, ადრე გახსოვთ უფრო მეტი იყო, მასთან კოალიციაში დღეს ანტისემიტური განწყობა უფრო მეტია, ვიდრე ანტიისლამური. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ისლამთან უკვე სიმპათიზირება ქართველების, რუსების, ევროპაშიც უკვე კანადა ისლამთან სიმპათიზირებას ახდენენ, ხო? და ისლამი უფრო მათთვის ბევრისთვის ჰუმანიტარული კუთხით მისაღებია და ნახეთ უფრო დაჩაგრულები შეიძლება ესე იყვნენ. ასე რომ ეს ამერიკაც ბოლო ბასტიონი ნელ-ნელა დისტანცირებას ახდენს ისრაელთან და ისრაელი მარტო რჩება და აი აქ მე ვხედავ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე რაღაცა იცინის ან დაუშვათ ხარობს ამითი ხო და ყველანაირად ანტისემიტიზმში ვარდება. იმიტომ რომ ადამიანურ ხედვაში არიან ჩაკეტილები და ადამიანურ ხედვით გიტლერამდე და ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯი არის, მერე იწყებ უკვე რაღაცა დაუშვათ შურისძიებით და მასე ამთავრებ და ეს მეთქი უბრალოდ ქრისტიანული ხედვიდან ძალიან ისეთი ის არის, რა ქვია, ძალიან თვალსაჩინო არის. და მე ყველანაირად მინდა გავემიჯნო ისეთ ხედვას, რომელიც უკვე იზრდება და პიროვნებამ გააზიარა, ხო მე არ მინდა ჩერგოლეიშვილი ვიყო, იმებს რო დაინახავს რაღაცა გემებს და თვითმფრინავები ბომბავენ და მაშინ ურიგდება მიშას და ნაციონალისტო თითქოს გრძნობს უკვე აი ამერიკა და ნოდარ ნათაძე და ერაკლი წერეთელიც რეზო ამაშუკელიც პროამერიკელი იყო ერთ პერიოდში და გოგი ხაინდრავაც, ხო? ხო, მაგრამ მე არ მინდა ეგეთი ხედვა მქონდეს და ესე უყურებდე მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან ის არის დღეს ცვალებადია ეს დაუშვათ მიდგომები, გეოპოლიტიკური მიდგომები და ადამიანმა როგორ უნდა აირჩიოს სწორი გზა, რომ არ გადავიდეს ვინმეს რელსებზე, რომელი რელსებიც მე ძალიან ესე ვთქვათ არასასურველი იქნება, იმიტომ რომ ქრისტიანი ყოველთვის ეძებს არ შემოუვიდეს რაღაცა ცუდი განწყობა, წყენა იქნება თუ ან რაღაცა გაბრაზება, ნებისმიერ რამეზე, ხო, ნებისმიერ მოვლენაზე ადამიანი იქნება თუ დაუშვათ რაღაცა საგანი, რომელიც მე მას დააზიანებს და ანალოგიურად ხდება ისრაელთან მიმართებაში, იმიტომ რომ ბევრი ხედავს მათ წარმატებას, მithundes ესეთი პატარა სახელმწიფო, აი თვითონ ტაკა კალსონი ეს ქალბატონი ერთი მაგას წარმომადგენელი, რატომ ვეხმარებით ჩვენ ამ უცხოელ იმას და ვერ ხსენიან ამას, ხო? და ჩვენი ინტერესები, პირველი არის ჩვენი ინტერესები და ამერიკელებს აკლდება ეს. ნახეთ ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე, რომ ისინი ღმერთს რაღაცა ნაწილით იღებენ და რაღაცა ნაწილით არ იღებენ. და მთლიანად ყველას აი როცა ლაპარაკობდა ჩარლი კირკიც, ხო? ისიც ვერ იგებდა მთლიანად ბიბლიაში რა წერია, იმიტომ რომ მან ჩაკეტილი იყო თავის ამერიკულ ინტერესებში. ხო და ეს პიროვნება მე რო გითხარ ჯეიმს ტალარიკო და ასევე ვინც არიან თუნდაც ნევინ გიუსამ ესენი გლობალურ ჰუმანიზმს და აქ უკვე ქრისტიანობა ფლაგმანი არის, ხო აქ უკვე ისლამი ვერ დაუპირისპირდება, ხო იცით? კიდე ქველმოქმედებაში, კიდე მეცნიერებაში, კიდე ადამიანის უფლებებში აქ უკვე ისტორია ძალიან ძლიერია, თვითონ კათოლიციზმსაც. ასე რომ აი ესენი არიან უფრო ესეთი გლობალისტური ხედვით, რომელიც მოდის და მე აუცილებლად გადახაზავს ამ იმას, მაგრამ აი ისრაელთან ურთიერთობა ეს გადახედული იქნება, იმიტომ რომ შენ ვერ იქნები ტენდენციური პალესტინელების ჩაგვრისადმი, ბავშვების ხოცვისადმი, იმიტომ რომ ჰუმანიზმია პირველი, ხო? ჰუმანიზმი ადამიანია წამყვანი და იქ უკვე ჰუმანიზმიც ხდება, რომ არ შეიძლება ვინმე არჩეული იყოს. მაგრამ ჩვენ ბიბლია გვეუბნება, რომ იყო დრო, რომ ეს ერი იყო რჩეულიერი და ეხლაც გარკვეულწილად გვინდა არ გვინდა მოგწონს არ გვინდა ინტერპრეტატორები სხვადასხვა რამეს ამბობენ, რომ ის კურთხევები რაც იყო ახლა ქრისტიანებზეა, რომ აღარ არსებობს ისრაელი არის და ამას იცით ხომ, მაგრამ დისპენსაცია
რომელიც დისპენსაციონალისტები და ჯონ მაკარტურის ამის წარმომადგენელი იყო, არანაირად ამას არ იზიარებდა და ბევრი ევანგელისტი ქრისტიანი ამას არ იზიარებს, მაგრამ ერთი უკიდურესობა ძალიან დაუშვათ ბევრი გადავარდილი ამაში, რომ აბა პროისრაელი სახელმწიფოსი და მთლიანად ეხლა მთელი რესურსები და ესენი დახმარება, ხო? ესეც ცოტა არ იყოს, ცოტა გადამეტებული არის, ამიტომ ოქროს ხაზი ის არის, სწორია, როცა ვხედავ ჩვენ, რომ მაგალითად ისრაელის სახელმწიფო თუნდაც ბავშვებს ხოცავს თუ რაცაც აკეთებს ეხლა, ეს მანდატი არ აქვს მას ღმერთიდან. და აქ უკვე სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და შეაჩეროს. მე თუ მკითხავთ რა, ამერიკას თუ აქვს ამის უნარი და არანაირად არ მოიწონოს ესა, როცა ლაპარაკი არის ბავშვების ესეთ ხოცვა ჟილეტვაზე, მაგრამ ის რომ მეორე უკიდურესობა, რომ იცი რა, მთლიანად ესე იგი მივანდოთ ეს და მივატოვოთ ისრაელი და მთლიანად გადავცე და აბა მუსლიმანო სამყარო მიცით რომ შეჭამოს და გადაყლაპოს, ესეც მეორე და ამაში კიდე იცინოდე და გიხაროდეს ეს. ბიბლიაში ბევრი ადგილებია ესეთი ნეიტრალურმა ხალხმა, რომელიც არ დაეხმარა ისრაელს, რა დაემართათ მერე, როცა იწონებდნენ, როცა მტრები ესე ესხმოდნენ და ჩაგრავდნენ მათ. ეს უბრალოდ მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. მადლობა მოსმენისათვის.